ელი, კითხვა დაგისვეს. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის მთავარი უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას მარტოს? მეგობრებს და ახლობლებს ხომ არის ადამიანი მოწყვეტილი და ეს ემოციურად რთულია. ყველაზე მაგარი კითხვაა და ვერ ვიტყვი რომ 10-ზე გავართვეთ ჩვენ თვითონაც თავი. პირველი იმას ვიტყვი რომ ჩვენ რომ მარტო არ ვართ და ორნი ვართ, ეგ ძალიან დიდი უპირატესობა არის. მეორე ფაქტორი რომ ფისო ყავს და ძალიან გვართობს და ეგეც უზარმაზარი ფაქტორი იყო. მეორე მხრივ აი სამუიძე როცა ვიყავით, ეს არის ძალიან პატარა კუნძული ტაილანდში. ჩათვალეთ რომ აი შვეიცარია რო აზიაში იყოს, ესეთია, პენსიონერები ცხოვრობენ ძალიან ბევრი, ძალიან მშვიდია, ზედმეტად მშვიდიც არის. და ერთი პირველი 3 თვე იყო იდეალური. გარემოში, ბუნებაში ხარ ულამაზესში, 64-სავით არის, ინტერნეტი კარგია, კომფორტულად მუშაობ ყველაფერი და ალბათ ჯამში 7-8 თვის განმავლობაში გავიცანით მხოლოდ 2 ახალი ადამიანი, ანუ ფიზიკურად ვერ ვიპოვეთ ახლოს 1 საათის სავალზე თუ არ წავიდოდეთ ჩვენთვის community. ასე რომ ყველაზე მთავარსას გირჩევდით, ისეთ გარემოში არ წახვიდე, რომ ძალიან რთული იყოს ხალხმრავალ ადგილზე, ან ისეთ ადამიანებს გარემოცვაში მოხვედრა, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა. აუცილებლად შენი ინიციატივით და პროაქტიულად უნდა წახვიდე ივენთებზე, გაიცნო ადამიანები, პირველად შეთქვა გამარჯობა, დაინტერესდე რა საქმიანობს, დაიმატო მეგობრებში. თუ კი რამეს ყიდის ან რაღაცას აწყობს ან რაღაცას გეგმავს, აუცილებლად შენ გადადგი პირველი ნაბიჯი, რომ პირველი გაცნობის მერე ცოტა გარემოდოს ურთიერთობა და მაგარი ისტორიას მოვყვები. როგორც კი ჩავედით სამუიზე, დაახლოებით პირველივე თვეში წავედით სავარჯიშოდ დარბაზში, რომლის მფლობელი არის ძალიან მაგარი ტიპი. დაახლოებით ჩვენ ხელა ბიზნესი აქვს, ვარჯიშობს, აი ყველანაირად შეხედავ. მეგობრო რა, მაგრამ ძალიან მწვენო და პირველი გამარჯვებას ხმა. ისიც სავარაუდოდ არ არის ძალიან ექსტროვერტი, იმანაც არ გვითხრა დიდი არაფერი, მარტო გამარჯვებას ვეუბნებოდით ერთმანეთს ვარჯიშის დროს. ამდენი თვის განმავლობაში არ გამოველაპარაკეთ და აი ბოლოს ნამუსმა შემაწუხა და აი წამოსვლისას 1-2 კვირით ადრე უთხარი რომ რა ვიცი ვარჯიშის მერე თუ გცალია საღამოს, მოდი მოვალთ და დავილაპარაკოთ და რა ვიცი მოვყევით ჩვენი ისტორია და ეგრევე არაფრიდან ძალიან ღრმა ურთიერთობაზე ჩავიდა, ასე რომ ეს ყველაფერი მე გაკეთე შენი ინიციატივით და ეს არის უნარი და გამომუშავებადი რაღაცა გასავარჯიშებელი კუნთი. ბუნებრივად მეც არ მაქვს, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე პირველ ნაბიჯამდე, მაგრამ პირველ როცა გადადგა, მე ყველაფერი მარტივდება, ასე რომ თავარი ეგ არის.